შენ იცი რატო ვერ სწავლობენ ქალები გარკვეული პერიოდი მანქანის კარგად ტარებას, ანუ მოკლე დროში რატო ვერ ეტევიან? უკაცრავად. არა, აღია, ჯერ უნდა ვაღიაროთ, მე მიყვარს სიმართლე. ამეთანხმე რატო ვერ ატარეს, ვერ ატარეს. აი, რატო ვერ ატარეს? ნელა შედი, ნელა, გვერდით რო, შედი ახლა. გადადი, იმას რას უყურებ, იმას მოუხვიე დედა. ნელა, აი, სიმართლე, სად არის? სიმართლე, სად იმალება ძაღლის თავი. აქეთ მოუხვი, ახლა ჩააქვრი, აწი, ჩააქვრი. უყურო, უნდა უყურო, ყველაფერს უყურე, გახედი, აქეთ გახედი. რატოა აგი, რატია სარკე? სარკე, რატოა ამას სარკე, რატო სარკეში იყურე, გახედი ახლა უკან. გადადი ახლა, ნელაქენი, ნელა. მე იმიტომ არ შედი აწი, შედი. მე იმიტომ არ გამიჭირდა მართვის სწავლა, რომ ჩემი ქმარი არ არის მასეთი გიგია, ძანიშვილი და დინჯია და ზუსტად მაგიტო რაც საჭესთან დავჯექი იქედან 1 წლის თავზე არ უნდა ის, მიდიოდა ასე, მარტო რო იყო. უყურეთ, 1 იანვარი იყო. 2 წლის წინ 1 იანვარი დენი გაფრინდა ახლა. ჩემს გარდა და იმ მანქანის გარდა რომელსაც დავეჯახე კახეთის გზატკეცილზე მეტი მანქანის ჭაჭანება არ იყო. 1 იანვარი იყო და ორივე ვიყავით მეორე ხარისხოვანზე. რო დავცხე, ისეთი დავცხე. თავარზე გადახტა ისიც და მეც. და გეჭერებია ჩემსა. მე ვიყო ჩახე. გიო, მე ვიყო ჩახე და ისე უკან გადმოვხდი და ის დარჩა იქით. შტერი იყო იგი, შტერი. ჩემი რაფრალია, მე ცოტა მივეცაცუნე უკანაკარებზე და იმან დალეწა მთელი მანქანა. ხო, დაფეთებული. დაფეთებული. არა, მაგრამ დაფეთებული.